კაცი პირველ რომ ჯასტინ ბერთან კონტაქტი მქონდა ადგილი აი ესე გამოიწმინდე რანაირად მოგესეთ კარგი იუმორი კონიჩივა გავიგერო დღეს ძალიან დიდი ფრეწვაგლეჟვა იყო ჰაუსში ამდენად ბოლო რეაქცი იქნება ჩემ თხოვნა იქნება ვიდეოს უყუროთ ბოლომდე და მე დაწეროთ კომენტარი ვიცი რომ მაგარი ვარ რა არ უნდა ეხტა აში აპლოდისმენტები და დალაიქება ვიდეოსი რა და რაც შეეხება ჩემს მაესურს ეს არის ჯასტინ ბიბერის ტურის მინდა აღვნიშნო რომ ჯასტინ ბიბერთან კონტაქტი მქონდა თან ძალიან ცუდი და ჩემს სამეგობროში მიცნობს ისიც რომ თითქოს ყველა შენიშვნას ვაძლევ და ყველა შუას ვასწავლე რა თქმა უნდა არ გამოვტოვე ჯასტინ ბიბერიც და როცა ლაივში იყო დაუწერე რომ საღეჭრეზის ეგრე ნუღეჭა შევწუხდი მეთქი და მანდამაინც ჩემ SMS-ზე მიპასუხა უარესად ჩაღეჭა ეკრანთან მოიტანა პირი ჩაღეჭა და მე ესე მომწონსო აი მანდ მივხვდი რომ ჩემს ოთახში აღარ შემოსულიყო ისევ ახალი პროვოკაციებით მოდის ჩემს ოთახში მე მაინტერესებს მარიამ იქიდან გამომდინარე რომ დღეს ჩემი ივენთი არის რამდენ ადამიანს აი არ ვიცი რატო მაგრამ ისეთ შეგრძნება ფლორენცოს თითქოს მანდატურია სკოლის აი ძირთადად შარლით რომ მივიდოდი ხოლმე და ოქს რომ აწერინებდნენ შარვალი გაცვია ოქმი დაწერე დროზე რა აი მანდატური რომ შემოვიდო და რომ იძაბებოდა ყველა რა შენ კეთებან ადექი ისევ შარლით ხარ მოსული დაწერე ოქმი ხო შარვალზე ოქს გვაწერინებდნენ მე ვადა რომ გაუვა რაღაცებს მეც მოვყვები სკოლის ამბებს ხო ეხა ვადა არ აქვს გასული და ჯერ ვერ მოვყვები სკოლის ამბებს ვადა რომ გაუვა აი სადღაც 50 წლის ასაკში მოგიყვები გონია რომ ფურცელი აქვს ჯიბეში ჩაკუჭული და უნდა დააწეროს ოქმი არ ვიცი one events ვიყავი გასული და ძალიან ბევრი ოქმი მაქვს დანაწერი ძალიან ბევრი ოქმი არა და შემხედავ ქალი ადეკვატური ხო დიდი ბოდიშის მოხდით მე დღეს არ გავითვალისწინე მოთხოვნები და მოვედი შარლით დიდი ბოდიშის მოხდით მე ჩავსტრახე გაკვეთილი დიდი ბოდიშის მოხდით მე გაკვეთილის პერიოდში ვიყავი ბუფეტში და ჭამდი პიცას დიდი იცი ჩვენ ბაკურიანში ერთ ოთახში ვიყავ ამას მე რატომ იზიარი ამას მე ერთხელ ძალიან გაუბრაზდი ისე გაუბრაზდი რომ ოქმი არ დავწერე ვიღაც მონაწილეს მე რატომ იზიარი თუ თქვენ არ ახართ ეხლა თავდაცვით რეჟიმში ხალხი გიყურებთ რომ ფეიკები ხართ ხარი ჭვიანო ანუ უკვე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ისეთი თვალებით ვიყურებ ეს ამათი ფეიქ წხვილი ამათი ძალიან კი მაინტერესებს ამინდი ამ იმაში რა ქვია ამ სტუდიაში ამინდს იმიტომ ამბობდა არა ტემპერატურას რომ ძალიან დიდი სტუდიაა თავისთავად აქ ამინდი უნდა იყოს ყველას თბილად აცვია მარიამის გარდა შენი კონტენტი რა არის და რაღაცა პაროდიები შენ რა კონტენტი მე იუმორი მე იუმორი რომელიც არც იუმორი არა ჯავახის გუშინ მაგას ეუბნებოდი მეც იუმორი მაქვს ბრატ რა ხდება ბრატ ისეთი იუმორი მაქვს რომ თქვენ ვაფშე ეს კი დაგესიზმრებათ გეიგეთ ზოგჯერ საკუთარი თავის მიკვირს რანაირად მოგესეთ კარგი იუმორი მე რა უყურებ ნათესავებს მშობლებს და ხვდები რომ აი საიდან მაქვს კარგი იუმორი თუ ადამიანს აქვს კარგი იუმორი ეს იმას ნიშნავს რომ ბევრი ტრამა აქვს მიღებული ცხოვრებაში რო შევჭამო და ესე რომ დავარეაქტო ხო შეიძლება მე აქ ახლა შევჭამ თქვენ უყურებთ ერთად ხო გასაგებია უგოთ მიკროფონს გამოვთავ კარგი მედია იყო რომ მოგვიწვია ქორეოგრაფი ირა კვიცინსკაია ულამაზესი და უმშვენიერესი გამარჯობა გამარჯობა როგორ ხარ კარგად ავად თქვენ როგორ ხართ ცეცხლი აითო და ტანგო დაიწყო ეს ექნება ფეხები შეთა სანუ ესე ჩამოვაცურებ ხელს და გადაუგდა ფეხები გააკეთებს აქ შენ იქეთ შენთან იქეთ გაიხედებ მე ერთმანეთს გავუხედავთ მე წამოვდგებით და შეიძლება ჯერ გადაწიე ამპა აჰა ჯერ იქეთ გაიხედე ნუ შემითო პირსახოცი აქ თაროზე ერთი წუთი ბრატ რას მინდა ამჯერად ლორენცოს საწყებსილო შემოგთავაზოთ კაცი იყო კაცი იქნება კაცი არის გამარჯოს სუნამოები მაქვს საათები მაქვს და პირის აპარსი მაქვს ნახმარი პირსახოცი აი ეგ არ დამიგდო შენი ნახმარი პირსახოცი საიდანაც ერთი ადგილი აი ესე გამოიწმინდე ჩემ ნივთებთან კამერებში ლაპარაკი არ შეიძლება ჭამეს დროს არ უყუროთ რა ძალიან თხოვნა იქნება რა მაგარ კაცა ლორენცო ნუ თუ ასე გაგამწარა ჩემმა წითელმა დროს ეხა ვისით ხარი ბიჭი
მომისმინე? ეხა ბიჩვის უთხრა. ბიჭ, რა წაიღერე, ის იყო გავიმეორე, გაიგე? ბიჩვის უთხრა. პირში შენ ჰაერის უთხრა. ნუ მას უთხრა. ხელი რატომ გაი? ბიჭო, ხელი რატომ გაი? გაიგე შენ? ხელი რატომ ნუ მას უთხრა. ხელი რატომ ეხი? იმიტომ რომ შენი რატომ ეხი? შენი ჰაერი პირში გინდა, მაგრამ ამისთვის ხარ შემოსული, რომ გინდა? ამისთვის შემოხვედი? ეს რაღაცა გინდა ჩემი ჰაერი? გინდა ხელოვნურის თქვა გაიკეთო? მოდი აქ এই ფილმის განვითარებას გქონს. რა სიღიმები, ბიჭო, რა სიღიმები? სიმწრის სიცილი გა. დათიკო აკაიყავი ბიჭო მოძირფასო მეგობრებო, ეხლა მოვედით თბილისის უშუს ფედერაციის დარბაზში და ეხლა გაგაცნობ თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტს. ვიქნები და თინათინი ძალიან ბედნიერი იქნება. უკვე განწყობა გვაქვს უშუსი, ეხლა მოვწესრიგდებით და შეუდგებით საბრძოლო ხელოვნების შესწავლას. Master Shifu. ამას როგორ აკეთებთ? მე ვიცი ერთი ძალიან მაგარი ილეთი. ამასო ჩავატარებ ხო? ატომური ელექტრობომბის ის აქ უდრის რა. ამ ილეთს, ოღონდ სერიოზოდ ესე ყველგან ქარი იქნება. ერთ ცენტრში აფეთქება მოხდება. ეს გავა ეს სხივები ყველგან. გასწავთ როგორ? თითი უნდა დაუჭიროთ რა. თითი უნდა დაუჭიროთ მოწინააღმდეგეს და უნდა თქვათ სკიდიშ. და ეს დახუროთ. მაგალითად სკოლაში მოგდით ძალიან მაგარი ჩხუბი კომპლექტი რა და ძალიან ბლატნოები არიან რა და ბიჭო შენ მის რა კადრე ბიჭო ხარი როგორ გამგარი შენ ამ დროს რას აკეთებ არ იბნევი ეთქვი ხელი მომეცი რა ხელი მოგცე ხო არ ვარ ჩემი არა მე უბრალოდ ხელი მომეცი მინდა რომ შეგირიგდე და აი ამ დროს როცა ის ხელს გაწვის რომ ჩამოგართვას რომ შეურიგდეთ შეგიძლიათ ეს კიდიშ გაუგეთ ოღონდ უნდა იყვიროთ რაც შეიძლება ხმამაღლა და მე რო ანუ ესე რო იზამთ მე უნდა გაიქცეთ იმედია სირბილს ფლობთ იმიტომ რომ გაქცევა მოგიწევთ ძალიან სწრაფად მაქსიმუმ 6 ბატონი გამოგეკიდებათ მე მაქვს ნასწავლი მაგათ სკოლაში აქეთ იწვის 5 კაი ბიჭი აქეთ 2 რომელს გადაარჩენ. სწორი პასუხი ხო იცით რა არის? კაი ბიჭები არ იწვიბიან. ეს მომენტი ვისწავლე მაგათთან. და კარგი ხარ. ეს კადრები თუ გავხსენ. იმდენად ეფექტურია მეგობრები უნდა გააფრთხილოთ რომ გაკეთებას აპირებთ, თორე შეიძლება კატასტროფა დატრიალდეს. და რომ შენ ღილებს გიკრავ, მით უმეტეს ბოლო 3 ღილი შეგიკარი. მე მგონი ამ ყველაფერზე გათხოვება გაგიჭირდება. ვგიჟდები, ანუ 2 კვირის წინ რაღაცას აგინებდნენ ერთმანეთს, ლანძღავდნენ. და ეხლა ღილები. კაი დამშვიდი, თუ ვერ გათხოვდები, მე მოგიყვან ცოლაც და იქო. მაგ გააკეთა ჭები და კროს. და ამ დროს კი არ უნდა გახვიდე და გაიქცე. არამედ აკეთებ, ნელა გააკეთე რომ არ დამახჩობ შაულმა ჩვენ. და ამ დროს კი არ უნდა გახვიდე და გაიქცე. არამედ 1 2 და 3. ჯობია გაიქცეთ. მე დამიჯერეთ ამის გაკეთებას ჯობია გაიქცე. ლორენცოს ხელი მოტყდა. კოკა-კოლა გადმოასხი რაც დავლი. ესე ვეღარ გააკეთებს ლორენცო. ხელი მოტყდა. ესე ვეღარ გააკეთებს. ასე გააკეთე. დავარდა. ეს ხელი ვითომ არ თქვენ. პატარა ბავშვობაში რო არ იმჩნევდი რო გტკივა. აუცილებლად სახში გაიმეორეთ, ხო? ბავშვებო ეს ისწავლეთ, აუცილებლად სახში გაიმეორეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები ახლოს არ არიან. და 2 ხოჩა. აი ეგარი. სუპერ. ორა გაყინო. გასკებამდე მოითმინე და არ ვიცი მე შემინები. ჰაერი, მიწა, ცეცხლი. ფილმი. ეს ვინც არის და ვინც ახლა პირველად მიყურებთ, ფილმენი არის Inside Joke. რაც მოვიდა იმის მერე ყოველ დღე ჭამენ ფილმენს. წინასწარ ბოდის გიხდი ქალბატონო თინე და მე უფრო კარგად შეებრძოლები ქალბატონ მარიამს. I'm done. Go თინე. არასდროს არ მქონია ძალადობის სურვილი, აი მართლა გეუნებით. ამაზე კაის ვერაფერს ვერ იზამ და აი გოგო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უფრო ზედაც შეიძლებოდა. იდანე.
ისე რა. გადაო ბიჭო კაი ჩემია. ვაიმე რა მოგივიდა. აი რა უნდა უთხრა კაცს, უცებ სამوارდყამ ფეხებს შორის ფეხს. დაგერტყა იმ ადგილას, სადაც არ შეიძლება ჩარდო. სადაც მზე არ ანათებს. ქვის გული შეიძლება მქონდეს, მაგრამ ჩემი მეგობარი მეგობარი ყავს? შარვალში. ისეთივე ანუ ორი კონკურსანტია შემოსული, ერთი კი არა. კარგი არის და ისეთივე არის. მობიერი, როგორიც მე, ასე რომ stay ყველაფერი ქვის არ მაქვს. ვინ მეგობარი? ძალიან გავერთეთ. ძალიან ვისიამოვნეთ. მარიამი ძალიან მომენა. ჩემო მარიამ. თანახი რა წერია? კოკინგ ესთა. უი, მარიამს თმები დაგრძელებული ჰქონია. მეც არ მიკვირს, ამ თმას ვიზრდი, ბიჭო არ იზრდება. არა და მეთქი ხახს გრძელითმა როგორ აქვს ახლა რატო, ანუ როგორ აქვს მაშინ გრძელითმა, ხო? თუმე იგრძელებენ, მით უმეტეს ქერათმას ძალიან მარტივად ტყდება. ამიტომ დონაციას ჩავრთავ, დამირიცხეთ ფული. ეხლა რომ ადამიანები ვეღარ ატოლებენ ამას წავიდა ან ძალიან მარტივად ატოლება. ეს მომყვა კარში გუშინ და ფჩხილი გადაუტყდა. პროსტა ძალიან მარტივად ატოლება, აი. ორივე გაქცეული. აი გაბრეზების დროს რო ჩხუბობს ხოლმე, რო დააკვირდები. ეს ხო ეწევა ამაში. ძალიან ჩხუბობს. მაგარი ჩაბოტოქსებულია. სახეზე ყავა. ვინ ამბობს? მაგარი ჩაბოტოქსებულია სახეზე თქო და ორივეს შეხედეთ, ანუ ძალიან ფემინისტი ვარ, უბრალოდ სხვა ხალხს რო ეხები შემოდაო, შენ თავად არ უნდა კონდეს გაკეთებული, სხვა ხალხს რო ეხები, გაიგე? ცხვირი გაკეთებული, ტუჩი გაკეთებული, ბოტოქს გაკეთებული, წარბები ის აწეული, ფილერი, შუბზე უეჭველი ბოტოქსი აქვს გაკეთებული, მეტი ტუჩი ფილერი. კითხოთ და რამე თუ რჩევა გაინტერესებთ, გითხრათ, სად გაიკეთოთ, როგორ გაიკეთოთ. რაც შეეხება ფილერებს. მინიმუმ შენ არ უნდა კონდეს გაკეთებული ფილერი, სხვა რო დააბულინგო ამას. აი მართალია. აი ლელო, არაფერში არ გეთანხმებოდი, მაგრამ აი ამაში ნამდვილად გეთანხმები, აი მართალი ხარ რა. შენ რო გაქვს ესე გაკეთებული ფილერი 700 ტონა შეშვებული და ესენი აჭიმული და ცხვირი გაკეთებული, ნუ სხვას არ უნდა ელაპარაკო რა. მარიამ. მინიმუმ შენ არ უნდა კონდეს აი ეს ტუჩი სახეზე გადასული, რომ სხვაზე რამე მე სახეზე. აი? ბრავო. ხა, რანაირად შეიძლება ანუ ხო არაფერი ფილერები არ მაქვს შეშვებული 2 არაფერი φιλერები არ მაქვს შეშვებულიო. კარგი, შემდეგ ვიდეოს ჩავწერ პლასტიკურ ქირურგიაზე. წინ მაქვს მარტო ტუჩი გაკეთებული, ესეც რავი გამივიდა ეს ტუჩი თორე რა გაგივიდა, ქალო, რა გაგივიდა ტუჩი? მართლა მქონდა გადასული და დიდი ბოდიში თუ ესეთი ვარ ბუნებრივი. ბუნებრივი. დღეს ისეთი აღრენილი 13 წლის ქალი დგას და განიხილავს ჩემ ტუჩებს. ანუ სასაცილო არის აბა რა. და შენ რო განიხილავ მისას? არა? აგრესიული რომ არის. ჩიხუ არც ამ გოგოს არ აქვს ფილერი გაკეთებული, მინდა გითხრათ. რას უგონებთ, ა? აი. მუზები რო არიან, დები მუზები, მაგათ ძალიან ნატურალური აქვს, ანუ მაგათ განაკეთები არაფერი არ აქვს, დანარჩენს ყველას აქვს. ჩვენი ტოლი შვილი რომ უნდა ყავდეს და შენ ესე მაგის შორს რა შენ ხელა შვილი უნდა ყავდეს ანასტასია და ვერ ყავს. რა გოიმები არიან ღმერთო? ადამიანს იმიტომ აბულინგებენ, რომ შვილი არ ყავს. ქალები ხართ, დაფიქრდით, ცხოვრება წინ გაქვთ. როგორ შეიძლება ქალის დაბულინგება, ვისაც შვილი არ ყავს? თუნდაც მისინებით რო არ უნდადეს ადამიანს შვილის გაჩენა. არიან ქალები, ვისაც არ უნდა ის ტკივილი და ის სიმწარე გადაიტანოს, რაც ორსულობას უწევს, გადატანა ორსულობის დროს. არიან ისეთები, ვისაც არ უჩნდებათ და ღმერთს ეხვეწებიან ყოველ დღე და ვერაჩენენ. და ამის გამო და დააბულინგო, დაუშვა თავიყოთ, მაგრამ მე მგონი რომ ლელუს თავისივე არჩევანით არ ყავს შვილი, ანუ არ უნდოდა და არ გააჩინა. ხო და ჯერ ერთი, ანუ ჯერ რასალაპარაკო ეგ არის. შენ რო ქალი ხარ, აი ესეთი ქალები, აი ესეთი ქალები რა. პირდაპირ საძილე პარტერია. ფემინისტი ვარ. მაგრამ ისეთი ფემინისტი არა. ჩემი არ, ეგეთი ფემინისტი არ ვარ. სხვანაირი ფემინისტი ვარ. არც ისეთი ფემინისტი არ ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი თანასწორია, კაცი თანასწორი ვერ იქნება ვერასდროს. ფიზიკურადაც ვერ იქნებიან თანასწორები და ერთნაირები ვერ იქნებიან ფიზიკურად ვერ იქნებიან ვერასდროს. ფემინისტი იმ მხრივ რომ ქალს უნდა კონდეს ყველა უფლება, რაც აქვს კაცს. ფიზიკურად თანასწორი ვერ ვიქნებით სამწუხაროდ. არის ესეთი ბუნებაში გამონაკლისი. და კიდე იმას აღნიშნავ, რომ
დეითებზე ხალი არ უნდა იხდეს ფულს. და აი ესეთი გოგოები, აი როგორ მაღიზიანებენ, ანუ ამდენი ხანი ამდენ ვიდეოს ვიწერა და ესეთი აგრესია არ მქონია არავისი. მართლა გავხარ. ეს მართლა 39 აი მე რა გავაკეთო 13 წლის უნდა გავთხოვილიყავი 14 წლის ხალხნა და 13-14 წლის უნდა გავთხოვილიყავი და თურმე ღმერთმა დაიმფაროს ანასტასიას ან მარიამისნაირ შვილი მყავდეს. მამაში გეთახები. ნამდვილად აგიფარა ღმერთმა ლელო. ნამდვილად. მაგიური, მისტიური და საინტერესო დახვედრა. ასე ლაფერს ვერასდროს მნიშვნელობა არ აქვს ჰაუსის რომელიც სეზონიც არ უნდა. მე წყვიტე სახეში ახლა. რუსლანი, ჩემი. რუსლანი შეხარ. Whatever. We're supposed to be together. შაგირავს გავარ, მადლობა. მარიამი როგორ ხდება უკაროცე ყვავენი განი დაშორდებიან ერთმანეთს. ჩემო მე აბა ეხლა ლორენცოს გადაარჩეს პროგრამა ლელას ვარ გადაარჩეს რა გოგო აბა შენ ხო არ გადაგარჩეს დაგელია მაგდენი მარია როდესაც გარეთ გულშემატკივრების დასახვედრად წახვედით კაცშვილი არ იყო. პარკში ვინ იქნება ამ სიცივეში? ყინავს თქვენ გრადუსს შეხედეთ გარეთ რა ხდება? იყინება ყველაფერი, ძაღლი არ გეიგდება გარეთ. რა ეს გულშემატკივრების შეხვედრა ამ სიცივეში? ფულებს ელოდებიან რომ ფანჯრიდან ნაყინის ფულს გადმოუგდებენ. What the ნაყინის ფულს ფანჯრიდან არ მიგდებდნენ. თვითონ ფული არ იყო. არც ნაყინი არ იყო. ფიცი ჩემს თელს ვეფერებ. პროვოკაციას არ აღვევი. თქვენს ხო ეგინდოდა. ხო დააფიქსე. დეიდა შენ ჩვენ ხელას შვილები უნდა გყავდეს შენ ჩვენ ხელა შვილები უნდა გყავდეს. მასა თუ ვიმსჯერებთ, მარიამ შენც უკვე გაჩენილი უნდა გყავდეს შვილი და რატო არ ყავს? ამოდი. მარია. სად მიდი? ესეთ გოგოები მოწონს ერთად ბიჭებს. ბარქარე მე არ ვიცი ვერ ხვდები რა ახურებული ისა შენ დასნაირ ქალს აბა როგორ ხელი გამიშე ხელი და როგორ მარიამ ძალიან გთხოვ წამოდი რა მარიამ რა ამისთვის უნდა ცემო თემი საქართველო გიყურს. გეწევი ბიჭო. საქართველო გიყურს. გეხოცები. მოდი ჯავახ, მოდი ჯავახ. ნუ მეხები გთხოვ რა ნუ მეხები სხვათა შორის იმ მუზას მაგარი ტანი აქვს. ის მაგარი მუზა არის. ფეხქვეშ გამიგე. აი, თინათი ნორი წუთი შეგიძლია დაიცვა. რა გენდა გოგო მე არაფერი. ხელი გამიშ ბიჭო ხელი გამიშ ხელი გამიშ ოთახში წამოდი. თინათი გადი ხო ხედავ ამ სიტუაციას ანუ ხო ხედავ. ხელი გამიშ. გოგო რა აბა რა შრები? მე არაფერი მე ვდგება. ხელი გამიშ. სახელი გაგისვა. აი თინათი რა გჭირს მართლა რატომ მოყვები ვერ გავიგე? ვერც კი ვაკომენტარებ. ისევ გვაგინა სტითებიდან ერთ-ერთი გამოვიცნო. ჰა? გამოვიცანი? ში ხო არ ქართლის დედა ხო ყავს ხო? ანუ რომელსაც უჭერია ერთ ხელში ხმალი და მეორე ხელში ქართლის დედას არაფერი არ უჭერია. არაფერი არ უჭერია. უჭირავს. ამს დავაჭერინოთ ერთ ხელში დანა და მეორე ხელში არ ვიცი ღვინო და გვეძახოს ახლა და ველოდები თამაშე ამ ჟერ თვითონ ვერ ვღანდავთ. რა შუაშია ეს ბიჭი? ჯავახა რა შუაშია ამ შემთხვევაში? მადლობა და მე რა არ იმსახურებ ექვსი წყვები რაც წარმოთქვა. რაც თქვა თქვენ წინაშე ეს იყო არასწორი. ანა ამ პროექტი აი გემრიელა დედის პ***ს გვაგინებ მანამდე მე ამ პროექტიდან გამსვლელი. პირველად გამეცინა ლორენცოს სიტყვი. პროექტი აი გემრიელა დედის პ***ს გვაგინებ მანამდე მე ამ პროექტიდან გამსვლელი. ლორენცო დადექით 1 2 3 შენიც შენიც აი პროვოკაციას აკეთებს მარიამ. ისეთი თვალებით ვუყურებ ლორენცოს რო თქვენ შემდეგ იყურებ მარიამ ისეთი ძალიან მოგიშალა ნერვები ძალიან მოგიშალა მე მარტო ამას ვერ უყურებ. ხო ვამბობ რომ ანუ სასმოს რო დალევს მარიამი მე ვსიო ჯავახ
ჯავახა, ლორენცოა, ლაშა, დათუა, სულ ფეხებზე კიდია ვინ არის? მივიდა და ლამის აკოცა. რა შობითქო? არა. რას უყურებ? რას უყურებ? თევზიც კი გამომიშტერდა, თევზიც. არა გავს. ესე მიყურებს. აბა შენს მიმართ აქვს ქიმია? გეფიცები თევზი ახლა რო გადავუღო? მე ყველაფერს არ ვიძახი. ჩამოხას მიმართ საერთოდ. ჩამოხას მიმართ, ანა ქიმია ბიჭო. რაღაცა ქიმიას გრძნობდა. ბიხდება. ჩემი სტიკერები, მიმართ. ჩემი სტიკერები უნდა გამოუშვა და უნდა გავაჩუქო. აქ გათამაშება უნდა ჩავატარო და დავარიგო. ჩემი ემოციების სტიკერები. ჩემი თევზი მას შემდეგ რაც წყალი გამოუცვალე. გეფიცებით ესე არის. ახალ წყალს რო უსხამ ეს ეშვება. შემაფურთხა? მე შემაფურთხე ბიჭო, შემაფურთხე. მე შემოფრთხე კეთყვი. მე არ გიყურე. მე გიყურე. ათვიცნობიერებ ქიმიას რამ ხელმისაწვდომობა. ვიცი ამ ხელმისაწვდომობა. ქიმია, ლორენცო, მე იკითხე სკოლაში. ქიმია, მე იკითხე ჩერნობილში, ფიზიკა. ქიმიას რა, ჯანდაბა უნდა მაქა, ჰაუსში. ქიმია რამდენად მნიშვნელოვანია. მენდელევის ტაბულა კი. ისევან გაიგე, მაგრამ ჯავახას ესეთი კაცი რო დამელაპარაკოს 2 წუთით ამიტყდება ყლორჭინი. ყლორჭინის განმარტება თუ არიცით, ეს არის აი გული რო გერევა, მაგრამ თან რო არ გერევა. აი დაწყებითი პროცესი როა, აი რო უნდა აგერიოს და დამელაპარაკოს. ახლოდან. ასე ჩურჩულეთ. არა. რატო ქონდა მაგაზე რეაქცია? რეაქცია მაგაზე რატო ქონდა? რეაქცია მაგაზე რატო ქონდა? რატო ქონდა? ჯავახ, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა რა. ანუ hardy heavy არის, აი სიძლიერე. ამას იყენებ და ურტყამ საძლე არტერიაზე. ნიშნულობა რა, გინდ ქალი ქალზე უფრო კარგად მოქმედებს. კაცი შეიძლება არ გამოგადგეს. ძალადობის მოწინააღმდეგე. აუ რა, ნენერვები მეშლება რომ ჩემი უმორის ახსნა განმარტება მიწევს. მარიამ, წამოდი. მარიამ, წამოდი. ქონდა რეაქცია, იმიტომ რომ ყველაფერი არ შეინარდა. მაშინ გითხარი. რადგან ახალი მონაწილე იყო მაგის. არ გისიამოვნა მარიამ, იქ ყველაფერი შენთვის. მარიამ, წამოდი ოთახში. ნიკას რას? რას ნიშნავდა ძალიან ახლოს ხარ ამ ადამიანთან? რა თვალები? თვალები. ბიჭო, რას? წამოდი. შენ არ გეუნე იმას შეუნე თვალები გაასწორე, ვის უყურებ? თვალები ხო? დამდოს ლორენცოს თვალები. თვალები შენ არ გეუნე, მარიამ, ეხლა ნასო. შეუბუდა. ჯავახა ისევ დრამებში, ამაგ მე გადავედი, ხა? მე გადავედი. ეხლა სახეზე ხელი რატომ მოუსავი ლორენცოს, მითხარი? როდის მოუსვი ის მოუსვი? წეღან სახეზე ხელი რატომ მოუსვი ლორენცოს? ჯავახ. ჯავახ. იდეალური დროა. იღებ ბალიშს. იღებ ბალიშს. ეს ნასრუტები. ადებ სახეზე და მის ჩავთვალოთ ღალატად თუ ეს ფეიქ ღალატია თუ ვაფშე რა არის ეს ხალხნოა? მეგობრებო, მარიამმა დაწერა პოსტი. რა შუაშია ბედნიერება არ გვაცეთ, როცა ძალიან. ყველაფერი გააკეთეთ ჩვენ შორის გაჩენილიყო ბზარი და გამოვიდეთ. ვიცი დამნაშავე ვარ, ვიცი შემეშალა ნიკასთან და არ უნდა დამელია. მე რომ ნასვამი არ ყოფილიყავი, არაფერი მოხდებოდა. ლორენცო რა კაცი მანიპულატორი, ყველაფერს კადრებელი მეც დამნაშავე ვარ, რადგან დავლიე. ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის ადამიანი, ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, მართალია კედლებს ამტრევდა. კედლებს ამტრევდა? ჭირდება რა, დამკვეთს აქ გამოსატეხი 2 კედელი რა, ეს გამყოფი ისინი აქ ოღონ ტიხრები აქ, 10-იანი ბლოკია. 10-იანი ბლოკია ჯავახ, მარტივად თუ დაამტრევ, გადაგიხდის რა, კაი თანხას. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მე ვერ დავაფასე 100 ადამიანი, მინდა საჯაროდ მოგიხადა ბოდიში. მოდი წავიკითხოთ კომენტარი, რომელსაც ყველაზე მეტი ლაიქი აქვს. რაც იძახი ადამიანი მიყვარს, რაც არ უნდა გაბრაზდე, ჯერ მის აზრს ითვალისწინებ და მერე შენს პრინციპებს თან.
ვინ უნდა დარჩეს პროექტში, ლორენცო, მარიამი თუ ლელუ? რა თქმა უნდა, ლელუ უნდა დარჩეს პროექტში. Five years later. ამ ვიდეოს გავუწევ რეკომენდაციას, ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო ვიდეოა, შეგიძლიათ თქვენც მოусმინოთ. ესე დასრულდა ჩემი დღევანდელი ვიდეო. ალბათ მოგეწონათ და ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლით დღევანდელი ვიდეოდან, როგორც ვიცი. ინტელექტუალური მაღალი ინტელექტით გამორჩეული გადაცემა რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ ეს. შეხვედრამდე. Goodbye.